სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს ნანო და ზმანო. დღეს გახლავთ მეოთხე კვირა. დიდ მარხვისა, როდესაც ტრადიციულად ყოველთვის აღვასრულებთ ჩვენ იოანეს სინელის კიბის აღწერელის ხსენებას და ვკითხულობთ სახარებას, თუ როგორ მიგვარა ერთმა მამამ მოციქულებს თავისი შვილი, რომელიც ეშმაკეული, ესე იგი ეშმაკებისგან იყო შეპყრობილი და ვერ განკურნეს ამ მოციქულებმა და თუ რა დიალოგი გაიმართა შემდგომში უკვე ქრისტე მაცხოვარსა და აი ამ ესე იგი ეშმაკით შეპყრობილი ადამიანის, ახალგაზრდა ადამიანის მამას შორის. მე ორიოდე სიტყვით შევეხები, რა თქმა უნდა, ორივე მოვლენას, სახარების მოვლენასაც და იოანე სინელსაც. ძალიან რომ არ დავიღალოთ რაღაცა, მინდა რომ ორივე ვთქვა, მაგრამ ძალიან ვრცელია ეს ორივეზე ცალ-ცალკე რომ ესე ვისაუბროთ და წირვის შემდგომ არ არის რეკომენდირებული დიდხანს კიდევ ფეხზე დგომა, მე აღარ გვესმის ხოლმე კარგად. ამიტომ ორიოდე სიტყვით გეტყვით. იოანეს სინელი გახლავთ მოღვაწე, რომელიც არ არის შემთხვევით ისევე როგორც არ იყო შემთხვევითი გრიგოლ პალამა, როგორც გითხარით და შემდგომში ჯვართა მაღლება და ეხლა იოანეს სინელია და შემდეგი კვირა მარიამ მეგვიფთელი ველოდება. ესა გახლავთ რაღაცა ის საფეხური, რომელიც საფეხურზედაც ჩვენ იქამდე უნდა მივიდეთ, რომ იოანეს სინელის წიგნის გადასვლა შეგვეძლოს, რომლის პირველი საფეხურიც იწყება ასე, 30 საფეხურია სულ. პირველი საფეხურის სათაური არის ამ სოფლიდან განშორებისათვის და ბოლო 30 საფეხურის სათაური გახლავთ სიყვარულისა, იმედისა და რწმენისათვის. ანუ სიყვარული, იმედი და რწმენა, ჩვენ რო გონია რომ აქედან ვიწყებთ სარწმუნოებას სინამდვილეში, ეს გახლავთ ის უმაღლესი საფეხური, რომელსაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა. ამიტომაც ძალიან სასარგებლო წიგნია ეს წიგნი. მე გირჩევ თანამედროვე ქართულადაც ითარგმნა და გირჩევ განსაკუთრებით მარხვის პერიოდში გადაშალოთ და თუნდაც რაღაცა განსაკუთრებული თავები წაიკითხოთ მისგან. ვიღაცამ შეიძლება კი მითხრას ამ წუთში რომ ეხო ბერმონაზვნობის სახელმძღვანელოა. იცით ამ წიგნს ეძახიან კიდეც რომ ბერმონაზვნებისთვის მეორე სახარება არისო. მათი სახელმძღვანელო წიგნია, ნამდვილად ესეა, მაგრამ არც ჩვენ არ გვაწყენს, იმიტომ რომ თუ ამ სოფლიდან განშორებისათვის არის პირველი საფეხური და ამ სოფლიდან განშორებაში ვიღაცა გულისხმობს მხოლოდ ბერმონაზვნობას, რომ უნდა დატოვოს ყველაფერი და წავიდეს და მონასტერში იცხოვროს და მიუძღვნას თავისი თავი ღმერთს, ჩვენ შეგვიძლია აღვასრულოთ, ოღონდ ჩვენი გარდამოსახედიდან როგორც ეს შეიძლება ხდებოდეს, რომ ყველაფერი ამქვეყნიური დატოვოთ, თუნდაც აი ამ დიდ მარხვის პერიოდში, როდესაც იმყოფები, რომ რაღაც ამქვეყნიური სიამეები ყველაფერი მოიკლო და აი ამ მსჯელობით რაღაცა შეუდგე ესე პირველ საფეხურს და მიხვიდე იმ 30-მდე, რომელიც ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან საჭირო და გამოსადეგი წიგნია. ამიტომაც წმინდა დიდ მარხვაში ჩვენ დედა ეკლესია შეგვახსენებს იოანეს სინელის აი ამ 30 საფეხურის შესახებ, რომლის მისაღწევადაც, რომელშიც უნდა მეცადინეობდეთ ჩვენ გამუდმებით და ეს მარხვაც სწორედ აი ამ მოცემულობისთვის გახლავთ საშუალება, რომ მეცადინეობდეთ აი ამ საფეხურებზე ასამაღლებლად. ეხლა არ შემიძლია რომ არ გითხრათ ეს ბევრი შეიძლება იოანე ლემაქსიდან მაგალითების მოყვანას, რაღაცების დასახელებაც, კიდეც ვიტყვი რაღაცებს, ეხლა სახარებაზე უნდა გადავიდე, მაგრამ არ შემიძლია რომ სახარებაზე არ გითხრათ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახარებაა. მაცხოვარი იმყოფება თაბორის მთაზე, ფერისცვალება მოხდა ამ დროს, მას ახლავს სამი მოციქული, პეტრე, იოანე და იაკობი და ამ დროს დანარჩენი მოციქულები, რომლებიც დაბლა არიან, მასთან მოყავთ ახალგაზრდა ყმაწვილი მამას და ეუბნება რომ ეს ეშმაკით არის შეპყრობილი და ვერ განკურნავენ მას. როდესაც კი ჩამოდიან, მაცხოვარი თავისი სამი მოციქულით ეუბნებიან რომ აი მივიყვანე შენს მოწაფეებთან და მათ ვერ განკურნეს. და მაცხოვარი ამბობს, ой, ნათესავი ორწმუნო, როდემდეს ვიყო თქვენთანა, ესეთი საუბარი, მერე მიდის დიალოგი მამასა და შვილს შორის. მე ცოტა ვჩქარობ, რაღაცა მოვლენებს ვახტები და რატომ მამასაც მოგახსენებ. და მიდის მამასა და შვილს შორის, რომ ესა მაცხოვარსა და მამას შორის, რომ აი რამდენი ხანია რაც ესია, ბავშვობიდან სიღრმიდან ასე ჭირს. ყრუდა მუნჯია ეს მისი შვილი, ხან ესე იგი ეშმაკი რომ ეკვეთება, ხან ცეცხლში ჩააგდებს და ხან წყალში. და
მიუგვარე შენს მოწაფეებს და ვერ შეძლეს მისი განკურნება. ესეთ რაღაცებს ამბობს მამა. და მაცხოვარი ეუბნება, რომ მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია და შენ თუ იწამებო, მაშინ განიკურნებო. და ეს მამა ამბობს საოცარ სიტყვებს. შეეწიე წამს უფალო, მაგრამ შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. და მე მინდოდა თქვენთვის დღეს მე ვლაპარაკარ რწმენის შესახებ, თუ რა არის რწმენა. ეს სხვათა შორის ეს საკითხი სინელთანაც არის განხილული. მაგრამ მოდით ვილაპარაკოთ რწმენაზე, რა არის რწმენა. პირველ რიგში უნდა გითხრათ ასეთი რამ, რომ ადამიანს არ შეიძლება ქონდეს სრულყოფილი რწმენა. ჩვენ არ აგვაქვს სრულყოფილი რწმენა. სრულყოფილი რწმენის ადამიანი არ შესწოდავდა და რომელი იტყვის ჩვენ შორის რომ არ ვწოდავ. ამიტომაც ვინც სწოდავს, მან იცოდეს რომ მას სრულყოფილი რწმენა არ აქვს. რწმენის ნაკლებობა არის სწორედ შეწოდება და რატომ? როდესაც შენ ფიქრობ რომ სადღაც რომელიღაც სივრცეში ღმერთი შეიძლება არ იყოს, ან ვერ ხედავდეს, ან ვერ ამჩნევდეს იმას, რასაც აკეთებ, ან ამბობ, ან მოქმედებ, არ აქვს მნიშვნელობა. უკვე რწმენის ნაკლებობაა ეს. როგორ შეიძლება ღმერთი სადმე არ იყოს და ვერ ხედავდეს? ეს რწმენის ნაკლებობა, ეს არის შავი რიდე რომ ჩამოიყარო თვალებზე და თქვა რომ ზე არ ანათებსო. როგორ არ ანათებს? ანათებს, მაგრამ შენ არ გინდა მისი დანახვა. არ გინდა, იმიტომ რომ ხელს გიშლის ეს სინათლე იმ საქმის აღსრულებაში, რომელიც საქმის აღსრულებაც გადაგიწყვეტია. ამიტომაც ნახეთ რომ წერია რომ ხან ცეცხლში ჩააგდებს და ხან წყალში, ეს ეშმაკი ადამიანს არ გეგონოთ რომ ეს ვიღაცა სხვაზეა მოყოლილი. ეს გახლავთ თანამედროვე ჩვენი ახალგაზრდების პრობლემაც ასეთია, მაგრამ ჩვენ სულშიც ასეთი პრობლემაა, როდესაც ჩვენი რწმენა რაღაცა ჩვენშია, მაგრამ ზიარი ჭურჭელივით ხან ერთი მოიმატებს და აიწევს, სადაც წნევა უფრო მეტი შეიქმნება და ხან მეორე აიწევს და მეორე დაბლად ჩამოვა. ხო მართალია? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი სწოდავს, კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ეს არის რწმენის ნაკლებობა. მაგრამ როგორ შეიძლება შენ რწმენა შეიძინო? ამის შესახებ უწერია პავლე მოციქულს. რწმენა გახლავთ განხორციელება მოლოდინისა და დაჯერება უხილავისა. რას ნიშნავს განხორციელება მოლოდინისა? ებრაელთა მიმართ ეპისტოლე არის ესეთი. თუ არ მეშლება, მე-11 თავის პირველი მუხლი უნდა იყოს ეს. რწმენა არის მოქმედება მოლოდინისა. რას ნიშნავს მოქმედება მოლოდინისა? რწმენა პირველ რიგში მოქმედებაა, ჩემო ძვირფასები. ნახეთ, აი ამ მამამ, მიუხედავად იმისა, რომ რწმენა ხომაკლია, რა გააკეთა? მოქმედებაში ხომ მოიყვანა თავისი თავი, რომ მისი შვილი მიიყვანა, არკლია რწმენა, მაგრამ მისი შვილი მიიყვანა მოციქულობთან. ამის მერე, რომ მიმათმა ვერ განკურნეს, იმედი კი არ გადაწურვია. მეორე მოქმედება აღასრულა. ამის შემდგომ მიიყვანა თვითონ მაცხოვართან. მოქმედება მოლოდინისა რას ნიშნავს, იცით? მოქმედებს და ელოდება იმას, რომ შედეგი დაუდგება. ამიტომ რწმენა თითოეული ჩვენგანისა გახლავთ მოქმედება, რომლებიც ველოდებით რომ შედეგი დაგვიდგება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ არის ხანდახან საკმარისი რწმენა. იგივე პავლე მოციქული დავიმოწმოთ. ეხლა დავთქვათ, ნახეთ რას ამბობს რწმენა მოსმენისაგან, მოსმენა ღვთის სიტყვისაგან. როგორ შეიძლება ადამიანი რწმენაში ვითარდებოდეს? ამისთვის წმინდა წერილში ჩვენ გვაქვს ორი მაგალითი. ერთი დღევანდელი, როდესაც მაცხოვარი ამ ადამიანს განკურნავს და მოციქულები ეკითხებიან, რატომ შენ განკურნე და რატომ ჩვენ ვერა, და ის ეუბნება, რომ ნათესავი ესე არ არაით განვალს, განვა ლოცითა და მარხვით. ანუ ლოცვა და მარხვა გახლავთ, ესე იგი ერთ-ერთი საფუძველი რწმენისა, მეორე გახლავთ წმინდა წერილის კითხვა. ეხლა დაუბრინდებით თითოეულს. რას ნიშნავს ლოცვა, როგორ შეიძლება იყოს რწმენის საფუძველი? თუ კი არ მწამს, ვისზე შეიძლება ლოცულობდე? ანუ ლოცვას ვიწყებ მაშინ, როდესაც მწამს. ამიტომ ნახეთ ერთმანეთთან როგორ კავშირში არის ეს ყველაფერი. თუ კი წყაროს სათავე დაშრება, წყალი დაწყდება მთელი სადინარში, სადაც მიედინებოდა. ამიტომაც ვინც მოუხმობს ქრისტეს სახელს, იგი გადარჩება. როდესაც ამბობს ამას პავლე მოციქული, ვინც მოუხმობს ქრისტეს სახელს, მოუხმობ მაშინ, როდესაც გწამს შენ ქრისტეს ღმერთობისა და გწამს იმისა, რომ მას შენი გადარჩენა შეუძლია. გწამს იმისა, რომ ის შენ ჯოჯოხეთის თაობიდან გამოგიყვანს და ცოდვებს მოგიტევებს. ამისი, როდესაც გწამს,
ამის შემდგომ იწყებ მოხმობას ქრისტეს სახელს, მაგრამ მოუხმობ მას ძალიან ხშირად, იმიტომ რომ არ დაშრე შენი სარწმუნოების წყარო. თუ არ ლოცულობ, რწმენა დაშრება. და თუ რწმენა არ გაქვს, საერთოდ ლოცვას ვერ დაიწყებ. ამიტომაც თითქოს ურთიერთსაპირისპირო რაღაცას ვამბობ, მაგრამ ურთიერთკავშირში უფრო მეტად არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან და მარხვა სწორედ ამისი საუკეთესო საშუალებაა, რომ ლოცვით ჩვენი რწმენაში გავძლიერდეთ და რწმენით ჩვენ მოგვეცეს ძალა იმისა, რომ ვილოცოთ და მოუხმოთ ქრისტეს სახელს. მეორე, რომელიც ხშირად ვითქვამს და არ გავიზარებ ამას და გავიმეორებ თუ დამჭირდება ყოველ დღე, რომ წმინდა წერილის კითხვა იმდენად აუცილებელია თითოეული ჩვენგანისთვის. როგორც რაღაც წყალი გჭირდება და რაღაც არ ვიცი, საკვები გჭირდება იმისთვის, რომ მიარსებო. სხვაგვარად შეუძლებელია შენ რწმენაში იდგე, სხვაგვარად შეუძლებელია შენ პასუხი მიიღო ქრისტესგან. ვერ მიიღებ ისე, რა არის მამაო ღვთისნება, შენთან ამ პასუხზე არ უნდა მოხვიდე, იმიტომ რომ წმინდა წერილი სახლში გაქვს და უნდა გადაშალო და უნდა წაიკითხო. რწმენა მოსმენისაგან და მოსმენა ღვთის სიტყვისაგან. როდესაც ლოცულობ, თუ მარტო ლოცულობ და წმინდა წერილს არ კითხულობ, იცოდეთ რომ მონოლოგია, რომელი ლოცვა შეიძლება თქვენი ოთახის კედლებს გარეთ არ გწდება, მაგრამ როდესაც წმინდა წერილს კითხულობ ამ ლოცვასთან ერთად, იცოდეთ რომ დიალოგში ხართ უკვე ღმერთთან, ელაპარაკები შენ, როდესაც შენ ლოცულობ და გელაპარაკება ის, როდესაც შენ წმინდა წერილს კითხულობ. და ეს დიალოგი გახლავთ სწორედ შენი სრულყოფის გზაზე დამყენებელი, ჩემო ძვირფასებო, იმ სრულყოფის გზაზე, რომელიც საფეხურეობრივად ესე აღწერა იოანე ტიბის აღმწერელმა და ბოლო 21 საფეხურს დაარქვა სიყვარულის, სასუებისა და რწმენის შესახებ. თუმცა კი ამ სამიდან უპირატესიო სიყვარული არის ესეთ რამეს ამბობს. და რატომ ამბობს ასეთ რამეს? იმიტომ რომ თუ კი ადამიანი სხონდება და ღმერთთან მოხვდება, მას იმედი ხომ აღარ სჭირდება. იმედი ხო ისე იმედი გაქვს მაშინ, როდესაც რაღაცას ელოდები, მაგრამ თუ კი შეგისრულდა, იმედი ხომ აღარ სჭირდება. რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, თუ კი ღმერთთან იქნები, ესეც ხომ აღარ სჭირდება, იმიტომ რომ ხედავ მას. რაც არ გაქრება, რა რჩება, ეს არის სიყვარული. ამიტომაც სიყვარული ყოველთვის მეტია და ყოველთვის უპირატესია ყველაფერზე. თუმცა კი აქამდე მისვლა არის საჭირო. მეცადინეობა, უშრომელად ეს ამბავი არ ხდება. დიდი შრომის, დიდი ღვაწლის ფასად არის ეს ყველაფერი მისაღწევი და აქედან გამომდინარე, ამ დიდ მარხვაში, რომელიც კი არ გაშუალეთ და შუაზე ცოტა მეტი გავიარეთ, ჩვენ კიდევ ერთხელ საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ ეს საფეხურები, რომლებიც გასავლელი გვაქვს, მივადექით კი პირველ საფეხურს, თუ ვიღაცა შეიძლება მე-15-მდე ამისული, იმიტომ რომ ნახევარი მარხვა გასული. მაგრამ მივადექი კი პირველივეს, შევდგი კი ამაში ნაბიჯი, მივედი კი ამასთან ახლოს, ჩემი გონებით, ჩემი გულით და სულით, რომ მქონდეს რწმენა სრულყოფილი, რომლისკენაც უნდა ვილტოდე მე ცოდვილი და დაცემული ადამიანი. მე ასე ვიტყოდი და ასე ვისურვებდი, რომ განსაკუთრებული პრობლემა ჩვენს ახალგაზრდა თაობას, რომელსაც აქვს ამ რწმენასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოქმედებდნენ ამ შემთხვევაში მშობლები. ეს სახარებად ლევანდელი ამისი ძალიან კარგი მაგალითია, რომ ხან წეცში ჩააგდებს და ხან წყალში და ყრუ და მუნჯი სული აქვს, ასე რომ წერია. იცოდეთ რომ აუცილებელი კი არ არის, რომ ის ვერ მეტყველებდეს და არ ესმოდეს. მე ჩემი შვილების მაგალითზეც მინდა გითხრათ, რომ ხანდახან რაღაცას ველაპარაკები და გაღიმებული მიყურებს და ვიცი რომ ერთ სიტყვასაც არ ისმის. იმიტომ რომ არ უნდა, არ ქვია მას ყრუ, იმიტომ რომ არ უნდა მას ამისი გაგონება. არანაირად არ სურს რომ მოგისმინოს, იმიტომ რომ არ არის მიმღებელი იმ სიტყვისა, რომელსაც შენ ელაპარაკები. არ ქვია ეხლა ჩემთვის იმას ამ შემთხვევაში ყრუ. ეშმაკი, როდესაც აბრკოლებს ადამიანს, ცდილობს რომ ლოცვა არ წააკითხოს, გულს დაუხშავს, მადლიერი არ არის ადამიანი, არ არის მუნჯი, მადლობის გადახდარო არ შეუძლია ადამიანს, იმას მართლა მუნჯი იყოს და ენა არ კონდეს არ ჯობია? და მართლა ყურში არ ესმოდეს არ ჯობია იმას, რომელსაც სიკეთეს ასწავლი და სიკეთის მიღება არ სურს? არ ჯობია ხან წეცში და ხან წყალში ჩავარდნილს თავისი, ესე იგი, რაღაცა გამოხტომებით ადამიანს, რომ კონდეს რაღაცა საშუალო და თვინიერი გზა. ამიტომაც როგორი უნდა იყოს მშობლის დამოკიდებულება? პირველი როგორც მოგახსენეთ, მოქმედება რწმენით
განსაზღვრული მოქმედება, რომ შენ რწმენით მოქმედებ, როგორც მიიყვანა მოციქულებთან, ასე უნდა მოქმედებდე, უნდა მიყავდეს, უნდა ძალადობრივად კი არ უნდა მიყავდეს. მე გულისხმობ ამაში, რომ შენ უნდა შეგეძლოს, რომ იტვირთო ეს ღვაწლი, მოусმინო, რაღაცა შეიძლება მოგწონს, რაღაცა შეიძლება არ მოგწონს. სანამ მიყანა შეგიძლია მიიყვანო, მოძღვარს თხოვო მისთვის ლოცვა, ასე შემდგომ და ასე ხდება ამ სიტუაციიდან გამოსვლა. და არა ძალადობრივი მეთოდებით, რომ მე ახლა იმას მივალ და ხურში ხელს მოვკიდებ და ვერაფერსაც ვერ იმის ნება თუ არის, რომ ვერაფერს ვერ იზამ. სიყვარულის შესახებ რო ვლაპარაკებდით, სული წმინდა სწორედ ამ სიყვარულის განსახიერებაა, რომელიც შენ არანაირად არ ძალადობს შენზე, რომ ცოდვა არ ჩაიდინო. პირიქით გეუბნება, რომ შენი ნება არის მარჯვენა და მარცხენა აგერ გზა გიდევს ბატონო წინ, ოღონდ ის ცუდია და ეს კარგია, ამას გეუბნება. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გეძალადება და აუცილებლად გიბიძგებს ან მარჯვნივ და ან მარცხნივ წასასვლელად. გადავუხვი ახლა ისევ და დაუბრუნდები ამ თემას. ამიტომაც ჩვენ მშობლებს მომავალი თაობის პატრონები ვინცა ვართ, გვევალება ასეთი რწმენა, გვევალება ასეთი ლოცვა, გვევალება ღმერთთან ყოველდღიური ურთიერთობა, ღმერთთან დიალოგი. ჩვენ რომ ველაპარაკებით მას ჩვენი ლოცვით და ის რომ გველაპარაკება წმინდა წერილი და ჩვენ ამას ვკითხულობთ, ამას აღვასრულებთ საკუთარი თავისთვისაც და ამას აღვასრულებთ ჩვენი მომავალი თაობისთვისაც და ეს არის რწმენა მოქმედი, ეს არის რწმენა, რომლითაც განიდევნება ბოროტი სული. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფო ქრისტე ღმერთმა.